ოსლოს ოპერისა და ბალეტის ეროვნული თეატრი, ალექსანდრიის კულტურის ცენტრი და თანამედროვე ბიბლიოთეკა. 11 სექტემბრის მემორიალური მუზეუმი ნიუ-იორკში. მანვე Times Square-ის რედიზაინის პროექტი. სან-ფრანცისკოს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი. მეფე აბდულას სახელობის მსოფლიო კულტურის ცენტრი საუდის არაბეთში. მსოფლიოს უდიდესი საჯარო ბიბლიოთეკა ჩინეთის დედაქალაქში. ამ შენობების არქიტექტურის ავტორი და შემოქმედი კომპანია საქართველოში შემოდის და ლისი ჰაუსის პროექტირებაზე მუშაობს. როგორ აღმოჩნდა, მსოფლიოს წამყვანი არქიტექტურული კომპანია თბილისში და რა პროექტში ერთვებიან პლანეტის წამყვანი არქიტექტორები, დიზაინერები და ლანდშაფტის სპეციალისტები. ყველაფერი ნორვეგიაში დაფუძნებული საერთაშორისო არქიტექტურული კომპანია სნოხიტას შემოსვლაზე პროექტში The Lake, რომელსაც ქართული კომპანია Placemaker-ი პარტნიორებთან ერთად ახორციელებს. კომპანია Placemaker-ი დააფუძნეთ მე და ზურამ იჩხაიამ დაახლოებით 2 წლის წინ და შინაარსი ის იყო, რომ შეგვექმნა დეველოპერული კომპანია, რომელიც შექმნიდა ახალ ადგილებს. ძალიან საინტერესო პროექტია, ძალიან საინტერესო ადგილია 14 ჰექტარი, რომელიც გადაყურებს პირდაპირ ლისის ტბას. თითქმის ყველა ჩვენ პროექტში რაც გაგვიკეთებია, საერთაშორისო მოთამაშე ყოველთვის ყავდა. ნოდარი გავიცანი ბოსტონში, ჰარვარდში სწავლის დროს. სნოჰეტა საერთაშორისო დონეზე ცნობილი არქიტექტურული კომპანია. ქართული სტილის შენობის შექმნის იდეა მოგხიბლა. ჩვენ ვართ ტრანსდისციპლინური კომპანია და გვყავს 400-მდე პარტნიორი და კოლეგა მთელს მსოფლიოში, რომლებიც შედგებიან არქიტექტორებისგან, ლანდშაფტის არქიტექტორებისგან, ინტერიერის დიზაინერებისგან, პროდუქტების, ასევე გრაფიკული დიზაინერებისგან და არტისტებისგან. და ჩვენ ყოველწლიურად ვიზრდებით. ვფიქრობ, The Lake-ის მდებარეობა ტბის გვერდით მნიშვნელოვანია. გარკვეულწილად პროექტს ტბის გაფართოებადაც მივიჩნევ, რომელიც თბილისის სავიზიტო ბარათი გახდება. ამ პროექტზე ჩვენთან ერთად მუშაობს The Salt Project-ი. არ მინდა ძალიან ბევრ დეტალებზე ვისაუბრო, იმიტომ რომ მსგავსი კონცეფცია არ არსებობს ჯერჯერობით. ისტორია, რომლის მოყოლაც ამ პროექტით გსურს, თბილისის ეზოებმა შთაგვაგონა. ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ლისზე სოციალური მიზიდულობის სივრცე შეიქმნას. უნიკალური საცხოვრებელი კომპლექსი ლისის ტბასთან, ლისის განვითარების სათავეებთან მყოფი გუნდისგან. რას წარმოადგენს პროექტი The Lake და როგორ მოახერხა Placemaker-ის გუნდმა მსოფლიოში აღიარებული არქიტექტურული ბიურო სნოჰიტას თბილისით და საქართველოსით დაინტერესება. რჩებით BMG-ზე. ყველაზე საქმიანობის არხი და სააგენტო რეგიონში.